თქვენი აზრით ოპოზიციას რატო ჩაუვარდა 4 ოქტომბრის რევოლუცია? არავინ არ ყავს თქვენ ნორმალური რომ მოიყვანოს. მე არ ვეთანხმები არც რევოლუციას, არც იქ მდგომ ხალხს და ვერაფერს ვერ გეტყვით. 4 ოქტომბერს რევოლუცია რატო ჩაუვარდა ოპოზიციას? საკმარის ხალხი არ იყო გასული. ლიდერები ვინც ყავდა იმათზე რა სიტყვით რომ მიატოვეს ბოლოს ხალხი? ძალიან არასრულად მოიქცნა. იყო და ერთ მაგისმა შემილია, მაგრამ იყო მშვიდობიანი ეს აქცია. ხონდა. მშვიდობიანი არის. თქვენი აზრით ოპოზიციას რევოლუცია რატო ჩაუვარდა 4 ოქტომბერს? იმიტომ რომ არ იყო კარგად დაგეგმილი ალბათ. ლიდერებზე რა სიტყვით ბოლოს რომ მიატოვეს ხალხი პრეზიდენტს? ნუ რა თქმა უნდა არ იყო სწორი საქციელი არაერთად. ისე როგორ ფიქრობ, მშვიდობიანი აქცია იყო? არა. მშვიდობიანი იყო ეს აქცია? ხალხის მხრიდან არა. რა თქვა მე მგონი იმიტოვებით ყველაფერი, რავი, რა საჭირო არ ამის. ხალხს მოუწოდებდნენ გამოდითო და თვითონ წავიდნენ, გაიქცნენ. პოსტავდნენ რომ გამოდითო, გავიდეთო არა, გამოდითო ამბობდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ თვითონ ზოგი საავადმყოფოში მიდიოდა, ზოგი სახლში. ნუ საბოლოოდ კი გამოყარეს ყველა და წაიყვანეს იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ მგონი ნახა საზოგადოებამ ვინ რას წარმოადგენს. რატომ ჩაუვარდა 4 ოქტომბრის რევოლუცია ოპოზიციას? ჯერ ეს ერთი ლიდერები ყველა დაჭერილია და მე რავი რატომ დაჭერილი? პაატა ბურჭულაძე ხო არ იყო დაჭერილი, არც ხაბეიშვილი? ბურჭულაძე რა ლიდერია? მოსკოვში მღეროდა რუსულად, იქ პუტინის ნეგრა ლიდერია. ბურჭულაძე ლიდერი არ არის, პაატა ბურჭულაძე მომღერალი უფრო არის ჩემი აზრით. და მაგიტომ ჩავარდა რა. და იმათაც ეხა აი ოპოზიციას რატო უნდა დაუჭირო მხარი ვერ ხვდები რა. ოპოზიციაში 4 არის მთავარი და არც ერთია მაგედან ნორმალური. ერთი სომეხი ის არის ხალხთა სახლებს, მეორე ებრაელი ის არის, რა ქვია, აფხაზი ვითომ და დანარჩენები ნაცები არიან ყოფილები სულ ყველა და მინდა რომ წავიდნენ რა ამ ქვეყნიდან სულ ყველანი რა. ვინმე ახალი მოვიდეს, ახალგაზრდები მოვიდნენ რომ ეშველოს რაღაცა ამ ქვეყანას. ჩემი აზრით, იმიტომ რომ ლიდერი არ ყავდა აქციას. რავი, ნახევარი ან უფრო მეტი არ იყო დაფიქრებული იმაზე, რომ შეიძლება ეგ რაღაც მომხდარიყო და შესაბამისად, ჩემი აზრით, ხალხის ეს ვთქვათ, შეთანხმებაც არის იმათ საჭირო, რომ ყველა დავიდეს ერთ აზრამდე, რომ აირჩიონ სწორი ლიდერი. 4 ოქტომბერს რატო ჩავარდა რევოლუცია? ლიდერი არ ყავდა და მაგით. და ვინც ყავდა იმა რომ მიატოვა ხალხი ბოლოს? წესერი ნოკოლოდა. ასე ხშირად ხდებოდა ხოლმე თავიდან ხალხს ააბუნებენ და მე კიდე რავი, ატოვებენ შუაგზაში. ძალიან სამართლიანო აქციელი იყო რა, ანუ ლიდერების მხრიდან რომ ხალხი დატოვეს ესე ვთქვათ იმაში, რა ქვია, რა ცეცხლის იმენა იმაში დატოვეს რა და არ იყო ლამაზი. ლამაზი კი არც ერთგვარ ასპექტში არ ჯდებოდა ეგ ყოველივე. თავიდან რომ წააქეზებ ხალხს და შეკრებ ამდენ ადამიანს, ერთმოაზროვნე ადამიანს რო შეკრებ ერთ ადგილას, რომ რევოლუციას აპირებ და მე სადღაც წახვალ და ანუ დაიკარგები არ არის რა, სწორი აქციელი არ არის. რატომ ჩავარდა 4 ოქტომბრის რევოლუცია? მე თუ მკითხავთ ორგანიზაცია არ იყო სწორად გაკეთებული თვითონ აქციის და თუნდაც რევოლუციის ყველაფრის აქედან გამომდინარე ჩავარდა. ძალიან აურზაური იყო რა, მთლიანი ორგანიზაციაც ძალიან საშინელება იყო და ხო რა. მარტივად ვიტყვი, არსებობს კატეგორია ადამიანების, რომლებიცაც ასე ვთქვათ, ნუ ჩვენი აზრის გამოხატვა გვინდა ცივილურად და უფრო ასე ვთქვათ, მშვიდობიანი და რა თქმა უნდა, ყველა კატეგორიის ადამიანს ყავს თავისი რადიკალური მხარე და თუნდაც ოპოზიციის მხრიდან არსებობენ რადიკალები და ამ რადიკალების დამსახურება იყო და ამ რადიკალების კონკრეტულად მოწყობილი ეს ყველაფერი. მე აზრით, რატომ ჩაუვარდა ოპოზიციას 4 ოქტომბრის რევოლუცია? სხვათა არ მიფიქრია მაგაზე. და კიდე ძალიან ცუდად ვერკვევი ქართულ პოლიტიკაში, უფრო უკრაინულ, იმიტომ რომ უკრაინაში გავიზარდე. და ომიდან გამოვიქეცე.